მე დაახლოებით 10 წელია ტელევიზიაში უწყვეტად ვმუშაობ, ცოტა მეტი. ყველაფერი გამიშუქები აქციიდან დაწყებული რა იშვიათად, მაგრამ პოლიტიკური თემით გაგრძელებული, თუმცა ჩემი მთავარი მიმართულება იყო კულტურა, უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, ლიტერატურის მიმომხილველი ვიყავი ბევრი წელი. როდესაც ჩვენ საუბრობთ, საიდან დაიწყო ეს ცვლილებები და როდის დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ არხიდან წამოსულიყავით, ეს ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ბევრად ადრე იყო. ჩემ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში ასე არის და მე დიდი ხანი ვეუბნებოდი ბექას, რომ უნდა წავიდე არხიდან, უნდა წავიდე და ყოველთვის იყო ეს მოლოდინი ცვლილებების, რომ მოდი არჩევნებს დაველოდოთ, რაღაც შეიცვლება, მოდი დაველოდოთ, რაღაც შეიცვლება, ვინაიდან ყველას გვაქვს პასუხისმგებლობები, მით უმეტეს ოჯახი ვართ, ორი შვილი გვყავს და ეს მატერიალური, რა თქმა უნდა, განმაპირობებელი არის ხშირად მატერიალური ნაწილი, ასე ვთქვათ. თუმცა რატომ თქვი, რომ მე ვიყავი ამ სფეროს და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ამ 10 წლის განმავლობაში ფაქტობრივად მაქვს ყველაფერი გაშუქებული, რომ დავიწყოთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან, სადაც საპატიო ქვეყნის სტატუსით ვიყავით, თუ არ ვცდები 2018 წელს, იქიდან დაწყებული ყველა ლიტერატურული ფესტივალი, ყველა მნიშვნელოვანი სიახლე და ამაზე დამემოწმებიან გამომცემლები ქართველი და მწერლები და არა მხოლოდ ქართველი გამომცემლები და მწერლები, უამრავი უცხოელი მწერალი მყავს ჩაწერილი, შლინკიდან დაწყებული, შმიტით დამთავრებული. რისი თქმა მინდა ამით, ეს არ არის თავისქება, იმის თქმა მინდა, რომ ამ დროის განმავლობაში ეს ადამიანები მე მენდობოდნენ და რას გულისხმობს ეს? სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები არ არიან პოლიტიკოსები, მათ საერთოდ არ აინტერესებთ ტელევიზორში გამოჩენა. სიმართლე რო ითქვას, ძალიანაც ეზარებათ ხოლმე, როდესაც კამერით მათთან მიდიხართ და მაგალითად ზვიად რატიანს ძალიან არ უყვარს კამერასთან მუშაობა, ძალიან არ უყვარს ბესიკ ხარანაულს და რო ვურეკავ ხოლმე მეუბნება, რომ აი როგორც ადამიანი ადამიანთან ისე მოდი გეხვეწები, რა მოდი კამერით ნუ მოხვალ. ეს ადამიანები დილის 8 საათზე ამდგარან, რომ ჩემთან ჩართვაზე მოსულიყვნენ და ფეხბურთიც უთამაშიეთ. გუკა გემახსოვრება ჩემი საბედის წერო რეპორტაჟი და რეპორტაჟისთვის რომ დამჭირვებია მხატვრული ტექსტიც დაუწერიათ, ალეკო შუღლაძის შემთხვევაშიც ესეც იგივე რეპორტაჟი არის. რისი თქმა მინდა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ ამ დროის განმავლობაში ჩემი იმედი, ჰქონდათ ჩემი ნდობა. როდესაც მე მივედი იმ მომენტამდე, რომ ამ ადამიანებისთვის ჩემი არხი, სადაც მე ვმუშაობდი, უკვე იყო მიუღებელი და როდესაც ერთხელ გადაღებაზე წავედი, მითხრეს, რომ აი შენ კი არ გეწყინოს, მაგრამ ჩვენ საჯაროდ თქვით, რომ ამ არხს აღარ ჩავეწერებით. როდესაც ჩემი არხისთვისაც, სადაც მე ვმუშაობდი, ეს ადამიანები გახდნენ მიუღებლები, მე ვთქვი, რომ მე ამ არხიდან უნდა წავიდე. რა თქმა უნდა, მე ვერ ვუღალატებ საკუთარ თავს, მე ვერ ვუღალატებ ჩემს ქვეყანას, ჩემი შვილების მომავალს და ამასთან ერთად მე ვერ ვუღალატებ ჩემს რესპონდენტებს, რომელთან ნდობაც ამ დროის განმავლობაში მოვიპოვეთ. ადამიანების ნაწილი შენ რომ ჩამოთვალე, დღეს აქციებზე დგანან რეჟიმის სპორტი ზვიად რატიანი და როგორ იყო თანმიმდევრულად, ანუ ჯერ არხის მიერ დაიბლოკნენ ეს ადამიანები სახელების ზაგვარების გარეშე თუ გინდა, ნუ სფერო დაიბლოკა. იყო ეგეთი მომენტებიც, როდესაც რაღაც გარკვეული თემები იყო და არხზე არ გაშუქდა იმის და მიუხედავად რომ მე მივიტანე და ეს თემა იყო ერთ-ერთი რაც მახსენდება ძალიან დიდი წარმატება როგორც ამ ადამიანისთვის, ისე სფეროსთვის, რომელ სფეროსაც ის წარმოადგენდა და ზოგადად ქვეყნისთვის და მითხრეს უარი მის გაშუქებაზე, მაგრამ რისი თქმა მინდა იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომლებიც ახლა მისმენენ და შეიძლება არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები და ისინი შეიძლება ახლა ფიქრობენ, რომ ეს რანაირი ობიექტური ჟურნალისტიკა არის, როდესაც შენ რაღაც ხელოვანების ერთ ჯგუფზე საუბრობ, რომელიც ახლა საპროტესტო აქციებზე დგას და ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ უერთდებიან ამ პროტესტს და შენ საუბრობ ერთი ადამიანების ჯგუფის ღალატზე და მეორე ჯგუფმა თუ ნაწილმა რაქნას, რომელიც ახლა რუსთაველის თეატრში რავი სპექტაკლებს ატარებს და ოპერის და ბალეტის თეატრში. აი ამ ადამიანებს მინდა ვუპასუხო, რომ ობიექტური ჟურნალისტიკა იქნებოდა ის, რომ მე ყოფილიყავი არხზე, სადაც ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლებს და კარმენსაც გავაშუქებდი, რუსთაველის თეატრის სპექტაკლსაც გავაშუქებდი, მაგრამ ამასთან ერთად მე მექნებოდა შესაძლებლობა მეთქვა, რომ რუსთაველის თეატრის სცენაზე გამოვიდა მსახიობი, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა პატიმრებს. ეს გაშუქდა თუ იცით რუსთაველს? არ გაშუქებულა ალბათ. ეს იქნებოდა ობიექტური. თუ მე ვიტყოდი, რომ სოფლიოში აღიარებულ ხმას ოპერის თეატრმა არ დაუთმო სცენა. თუ მე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანები ულუკმაპურად დარჩნენ, ხალხო, ულუკმაპურად დარჩნენ და თეატრის სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც უარი თქვეს სცენაზე დგომაზე, როდესაც უარი თქვეს სპექტაკლების ჩატარებაზე, მაყურებელთან შეხვედრაზე, რეალურად მათი რესურსი, მათი შემოსავალი რა არის ეს სპექტაკლები, ხომ? დღეს ისინი არიან პროტესტის ავანგარდში. მე ვერ ვუღალატებდი ამ ადამიანებს, რომ მე მჯდარიყავი ნიუს
ნიუსრუმში, სადაც თემას არ მაძლევდნენ და გურამ მაჭარაშვილის სინქრონები მომეჭრა. გულწრფელად გეუბნებით და როდესაც მწერლები დიდი ხნიანი ბოიკოტის შემდეგ მწერელთა სახლში დაბრუნდნენ, მე ვერ ვიჯდებოდი ნიუსრუმში. მე ის ამბავი გავაშუქე, თუმცა ჩვენ არხზე გავაშუქე, უკვე წამოსული. არა მხოლოდ კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის შავი სიები, ხო, არა, პირიქით. საინტერესო იყო შენი მოსმენა, მარიამ. პოლიტიკოსების მიმართ უეცრად ასე რუსთავიოში უცებ გაჩნდა მართლა რაღაცა რადიკალურად განსხვავებული მიდგომები. ის დაპირება რაც მივიღეთ მე და თეომ რომ თანაბრად უნდა გაგვეკრიტიკებინა ყველა. უეცრად გაქრა და აღმოჩნდა რომ მაგალითად გახარია პრემიერობიდან წასვლის შემდეგ საერთოდ არასასურველი რესპონდენტი და პერსონა აღმოჩნდა თეოს აქვს ამასთან დაკავშირებით გამოცდილება. ხო, და თან ვერ იგებდნენ გახარია რატომ მოწონს. ანუ სიმროში კი არ მომწონს უბრალოდ ახლა ყველა ჟურნალისტები ვარ და ძალიან მარტივია რომ როდესაც ყოფილი პრემიერი ქმნის პარტიას ეს მოვლენა უნდა გაშუქდეს პირდაპირ ეთერში. ასე მესმის მე და პროდიუსერი ვიყავი და ალბათ არ არსებობს არა ჟურნალისტიც კი რომელიც არ დამეთანხმება. ეს არის ახალი ამბავი. ხო, ახალი ამბავი საკმაოდ წინააღმდეგობა შეგექმნა. არა, პირდაპირ მითხრეს რომ ეს არ უნდა მიმოცა პირდაპირ ეთერში და რომ დავსვიკითხვა რატომ მიმითითეს ზემდგომზე. მე არ დამეზარა იმ ზემდგომსაც დაურეკე და დავსვი კითხვა რომ ეს არ არის ახალი ამბავი? კი, მაშინ რატო აურშვებ და იცი რა და სადღაც მოკლედ ძალიან სერიოზული დაპირისპირება მომიხდა